გადმოდით დროულად გადმოდით. მუსიკა გაციხე. მე ჩავთავ მაშინ რა ვარ. არც შარტ. არ გადაასროთ არავინ საბას. ატო არა ბიჭო მე. ჩუმად. ეს 51 ვინ არა შევარდა. გამარჯობა. გამარჯობათ. ბატონო გუბერნატორი აქ იმყოფება? აქ იმყოფება. დაცვაში ვარ, დიახ, აი ხავარ. კი ბატონო, ბატონო დევია. დიახ. თქვენ ბრძანდები ხო? ბრძანდები. კი ბატონო, ბატონო დევია, გესაუბრებით ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მეორე მოადგილეს აფენესი. პირველ რიგში როგორ გიკითხოთ? კარგად, თქვენ როგორ გიკითხოთ თქვენ? მე მშვენივრად. ვინაიდან და რადგანაც მოვედით უკვე ჩვენ უნდა წარგიდგინოთ თქვენ ასეთი განცხადება. ბატონო დევია, თქვენ ხართ ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 91.92.96.96 ბატონო გუბერნატორი გამოსცემს ორდერს შესაბამისად გაიყვანეთ ესენი ყველა გარეთ გაიყვანეთ. შესაბამისად თქვენ უნდა გადაგიყვანოთ ფედერალურ პენიტენციურ ბატონო დახმარე მოჭირდა. მიუწოდებ ადგილობრივ პოლიციელებს წინააღმდეგობა არ გაუწევთ ფედერალებს. შეგდებს ხელსაყრელს სიმართლეებით. მე წამიყვანე კაცო პრობლემაა. ბატონო გენერალი აქ იმყოფება? კი. გამოყვეს. შუალეთ გაყვაცა ბიჭო. გამარჯობა. სისხლის მსმელებო. გამარჯობა. დაგტოვე. ხელი არ შეგვიშალოს არავინ თუ შეიძლება. ოფიცერად წავედით მსმელებო. 10 წელიწადს დაგაგებს. დაჯექთ ბიურო მანქანაში. თქვენ არ ბიურო მანქანაში მალე. გამოგს მანქანას ხმარების მანქანა შეჟამაში. ბიჭებო მანქანოთ ვარ. დაბრძანეთ. ესე როგორ შეწუხებულ ხართ ამდენი ადამიანი, რა? თქვენ უბრალოდ ბრძანებას ვემორჩილებით ბატონო დევია. კი ბატონო, მარტო თქვენ რომ მოსვლიოდით ეს დაგემორჩილებოდით პირადად მე რა. არის ამდენი ადამიანი ესე. და ბატონო დევია. ვინაიდან რადგანაც თქვენზე გამოცემულია ერთპიროვნული სახელმწიფოს ორდერი, თქვენ სასამართლოს ვალდებულება გეხსნებათ. პირდაპირ მიდიხართ ფედერალურ ციხეში, შესაბამისად თქვენი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა ადვოკატის უფლება, დუმილის უფლება, სასამართლოს უფლება ანულირებულია გამოცემული ორდერის. კი ბატონო, ვინ გამოსცა ორდერი რომ იმაჭკვიანმა? შტატის გუბერნატორმა გამოსცა ორდერი. გუბერნატორმა ძალიან დევია ჩვენიანი არ დაიჭიროთ. აი, ანუ სახელმწიფო გადატრიალება დევია იფიქრე ამაზე. ხო. ეს ახლა ფიბის მანქანები არის? სასამართლო არ იქნება, ხო? სასამართლოს გარეშე. ფიბისა. აჰა, კაი, ვინ გადაწყვიტა ეგრე? ეგრე ვინ დევიასაც იჭერენ, ბიჭო? შტატის გუბერნატორმა, შტატის გენერალმა, ჩვენმა დიქტატორმა, გუბერნატორმა, ხო? თავში გადაწყვეტილებს. შეიძლება გუბერნატორზე გასიარდი საუბრო. არა, მე როგორც გადაწყვეტ ეგრე ვისაუბრებ. დევიასაც ბატონ გუბერნატორზე. კარგით, მაშინ ისაუბრეთ, ჩვენ მოგისმენთ, არ არის პრობლემა. კი, არ არის პრობლემა, ნამდვილად პირიქით მომისმენთ, უკეთესი. დიახ, გისმენთ. დიახ. აშკარად თქვენებმა ტარება არ იციან. რა, უკნიდან დამე ეს ჩვენი ხალხი არ არის. ჩვენი ხალხი აშკარად თქვენიანი არის და არა. გვერდით მოგიდგებათ არ არის პრობლემა. მე უნეთ არის ოჩემიანი რა. თქვენ თუ რამე საბოტაჟი ცდილობთ, არ გამოგიყვანთ რა. გავარკვევთ. გაარკვიენდ. ვუთ. შეგავიდე. გამოვას მაგას გადაიხმაროს მაგან. ხელი ჩაკიდება რა, საჭირო ჩემი წამოვა. ჩავგიდოთ და სალყამ. არ მენდო ბიჭ, I don't know.
პროცედურას ვადარებ. ორდერი გამოცე. შემიტეთი მინდა მოვიდე კაცო. გადაიხით მაშინ აქ ბატონო. ზედმეტ პირებს დაატოვებიდეს ტერიტორია თუ სამოქალაქო პირი იქნება. პასპორტი რომელ ჯიბეში გიდოთ ბატონო დევია? ბრძანება. უკანა მარჯვენა ჯიბეში მიდევს პასპორტი. განამარჯვენე ჯიბიდან ამოიღო პასპორტი გადახედა. დევია თერგდალეული პასპორტის ნომერი 505-354. დაიწყებს ინდივიდის გაჭრებას. მომზადებს იპაკ ჩაალაგებს იარაღს ტყუიებს. ბატონო დევია შემოწერა თუ შეიძლება შემსკენ. ლუკას იმაშებია? ბატონო დევია გესაუბრებით ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს მეორე მოადგილეს აფენესი. ჩვენი მმართველის, ჩვენი გუბერნატორის ბატონი ლუკა ფეროს მიერ გამოცემული ორდერის თანახმად მე თქვენ გაგამწესებთ ფედერალურ პენიტენციურ განყოფილებაში 20 წლის ვადით. ბატონო დევია თქვენ გედებათ ბრალა ცისხლის სამართლის კოდექსის ფედერალურ დევიაზე არის გამოცხადებული ორდერი. რომელიც არის 91929696. ბიჭო შიშებში ჩავარდი უცბად წოდები არ პანიკაში ვეთანხმები ვიყავი. საერთოდ არაფერს. შესაბამისად მოიხდით საჭილს 20 წლის თქვა მაიჭე. ყველანაირი ვადანდელი გათავისუფლების გარეშე. მაგრამ დევიაზა თუ ბატონო. ძალიან სამართლიანი სამართავ დამცავები ხართ. ძალიან სამართლიანი. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ. ჩემი? სამხედრობელი ჩამოერთა ბატონო საფ. აი ხა ჩამოვართვეს ბატონ გენერალი. კი ბატონო. რომელ ჯიბეში გიდე? უკანა მარჯვენა ჯიბეში. კი ბატონო. ჩამოვართვეთ ბატონ გენერალო. მოდიში მაშ გაგამწესებთ ბატონ ოდო გენერალი. ხო ჩავამართვით ეგ არმიის ბილეთი. უნდა ჩამოვართვეთ. შეახვიეთ და გუბერნატორს შეუსრიალეთ. აიმე. ეს ვინ არის? შეგისრიალებ ღრმად, ისე რომ ვერ გამოიღო ვერასდროს, ხო გაიგე? ჩო. ყლებიჩი.